მოგესალმებით. თქვენ უყურებთ არტემს. მე ანი ვარ. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მხატვარი ლუკა გუგუშვილი. მოგესალმები ლუკა. მადლობა რომ გვესტუმრე. გამიხარდა შენი ნახვა. პირველი შეკითხვა უნდა დაგისვა, ბლიც შეკითხვებით დავიწყებთ საუბარს და ესეთ ერთ ჩემი შეკითხვა. როგორი არის იდეალური ადამიანი? იდეალური ადამიანი ჩემი აზრით არ არსებობს, მაგრამ იდეალური ადამიანია ის, რომელიც შენ გიყვარს. რას ნიშნავს იდეალური სიცოცხლე? იდეალური სიცოცხლე, როდესაც კმაყოფილი ხარ აბსოლუტურად იმით, რაც გააქვს. ცხოვრობ შენ იდეალური სიცოცხლით? ვცდილობ. რომელ პროფესიას აარჩევდი ხატვის გარდა? ბავშვობაში სულმდოდა ან ქიმიკოსი ყოფილიყავი, ან ჯარში, მაგრამ უფრო სავარაუდოდ ქიმიისკენ უფრო გადავიხრებოდი. რას უფრო მიაქცევდი ადამიანში ყურადღებას, გენიალურობას თუ მარტივ მხიარულობას? გაჩნი გენიალურობაში რა იგულისხმება, მაგრამ მარტივ მხიარულობა მე მგონი უფრო მისაღები არის ჩემთვის. რომელი ჯობია ცადო და არ გამოგივიდეს თუ საერთოდ არ ცადო? ცადო და არ გამოგივიდეს. რა არის შენთვის საუკეთესო გზა განტვირთვისთვის? ეგ რა თქმა უნდა ხატვა იქნება და თხილამურებზე სრიალი. ყველაზე სასაცილო რამ, რაც კი შეგიძენია? პატარა სათამაშო თიძე ჩამოსაცმელი და მაგითი რაღაც პატარა ბავშვების გასართობად შეიძლება ერთი იქ მაფიქრდება სხვა დიდად რაღაცა მაგეთკენ. ბანანი კიდე რაღაც სათამაშო ბანანი. ყველაზე უხერხული რამ შენს მანქანაში? სამწუხაროდ არაფერი არ არის ეგეთი. რომელი ჩვენისგან გსურს განთავისუფლდე ყოველდღიურ ცხოვრებაში? სიზარმაც. უცნაური საჩქარი, რომელიც მიგიღია ოდესმე? კერდის ფორმის სათამაშო იყო ესეთი მრგვალი რაღაც. მთელი ცხოვრების განმავლობაში რომელ ალკოჰოლს დალევდი? ჭაჭას. რომელს აირჩევდი, იყო უკიდურესად მაღალი თუ უკიდურესად დაბალი? მაღალი ყოველთვის მომგებიანი. ჰოროსკოპების თუ გჯერა? დიდად ვერ ვარკვევი, მაგრამ სახში სულ არის ხოლმე ჰოროსკოპებზე ლაპარაკი. რომელს აირჩევდი, იყო პრეზიდენტი თუ იყო ცნობილი მსახიობი? ცნობილი მსახიობი ჯობია. უფრო მარტივი არის. რას ნიშნავს იდეალური სიკვდილი? შენ თვითონ რო გძნობ, რომ ყველაფერი გააკეთე, ისე გაკეთებაც გინდა ცხოვრების მანძილზე და კმაყოფილი მიდიხარ აქედან, ასე ვთქვათ. და შენებიც სიკვდილის. სიკვდილის კი მაშინი. ხელოვნება თავისუფალია? კი. ორი ფერი რომ დაგიტოვონ ასარჩევად, რომელ ფერებს აარჩევდი? შავი და წითელი. როგორ ხვდები, რომ დროა დატოვა ურთიერთობა? სავარაუდოდ, როდესაც უკვე გძნობ, რომ ზედმეტად ბევრი კითხვები გიჩნდება ურთიერთობაში და დარწმუნებული, როცა აღარ ხარ მართლა ღირს თუ არა ეს ყველაფერი. როდი შეგიყვარდა პირველად? 17-18 რო ვიყავ. ზუსტად არ მახსოვს. რეინკარნაცია რომ იყოს შესაძლებელი, რომელ ცხოველად გადაიქცეოდი? ძაღლი. რა ფერია სიცოცხლე? ფერად. სიყვარულს გჯერა? კი, რა თქმა უნდა. რომელ მწერს აირჩევდი საჭმელად? არც ერთს. რამე ფობია თუ გაქვს? წყლის და სიმაღლის რაღაც უცნაურ მომენტებში. რომელ სიმღერას აარჩევდი მთელი ცხოვრება მოსასმენად? ელვის პრესლის Love Me Tender. რომელს აირჩევდი მარილიან საკვებს თუ ცხარე საკვებს? მარილიანი. ჯერა უცხოპლანეტელების? კი. როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს? 7 დაბნეული და ლაღი. ძირითადად როგორ ხასიათზე ხარ ხოლმე, კარგზე თუ ცუდზე? კარგზე. როგორ ფიქრობ, შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში შენმა ოჯახმა გავლენა იქონია? კი, რა თქმა უნდა. რა არის შენი საოცნებო სამსახური? აი თხილამურების ტრენერობა უღოთ მაღალ დონეზე. რომელს აირჩევდი ჭარბწონიანობას თუ სიმელოდეს? ჭამაკაია. ვისთვის ხატავ? შენი თავისთვის თუ ხალხისთვის? ჩემთვის. რას ამბობ შენი შემოქმედებით? უბრალოდ ჩემში ნაგან სამყაროს გადმოვცემ, ესე კონკრეტულად არასდროს არ ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცა ვთქვა, უფრო იმ მომენტში რაზეც ფიქრობდი და რაც თქვათ მანერვიულებდა ან მაბედნიერებდა, უფრო უბრალოდ მაგ ემოციების გადმოცემაში ვარ და ძიებაში ვარ, ანუ რომ შეიძლებოდეს იქნებოდი უკვდავი? არა. რატომ? აბსოლუტურად ის ადამიანი, ვინც გიყვარს, ვისთან ერთადაც გაიზარდე მეგობრები, რაღაცა პერიოდის მერე აღარ იარსებებენ და აღარ იქნებიან და 100 წლის მერე. ყოველ უკვდავი იყოს, მე მაგას რა ჯობია პირიქით. მაშინ რა თქმა უნდა ვისურვებდი მეც. ის ერთი რამ, რითიც ამაყობ ცხოვრებაში? დამოუკიდებლობით სავარაუდოდ. როგორი მეხსიერება გაქვს? ცუდი.
გულჩვილი თუ ხარ? მე მგონი კი. ადამიანებისგან რა გწყინს ყველაზე მეტად? ვცდილობ, რომ აი გულთან ახლოს არ მივიტანო თუ რაღაცა არასწორად გამოვიდეთ, ან ცუდად თქვეს, ან უბრალოდ ცუდად დასრულდა, ეს ამბავი რაღაც მირჩევნია, რომ ესე ახლოს აღარ დავიტოვა ჩემთან და უბრალოდ გავაგზავნო ცხოვრება. საქციელი, რასაც ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს. არ ვიცი. რომელ პლანეტას არჩევდი საცხოვრებლად დედამიწის გარდა? თუ არა იყოს თეთრი ალამაზია, ახლოს არა. ზღვა თუ მთა? მთა. ზამთარი თუ ზაფხული? ზამთარი. რატომ? ნუ ზღვა ისედაც არ მიყვარს, მაგრამ ნუ სრიალზე მეტად არაფერი არ მიყვარს მე მგონი, ანუ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება არის. და მთელი ანუ ყოველთვის ველოდები, აი ზამთარი სეზონი რომ მთავრდება, ველოდები რომ ზამთარი როდის მოვა. ერთი სული მაქვს რომ წავიდი და ვისრიალო და ზაფხულშიც ისევ მთისკენ გავდივარ, იმიტომ რომ იქ უფრო სიმშვიდე არის და ნაკლები ხალხი არის და უფრო მყუდროდ გრძნობ თავს. სრიალს თუ დათმობდი ხატვის გამო? არა. ხატვა თუ სრიალი? სრიალი. ორივე ერთად რო შემოძლოს უკეთესი იქნება. რომელ სამხატვრო მასალას აირჩევდი მხოლოდ მთელი ცხოვრება სამუშაოდ? მასტეხი. როგორ ხედავ შენ თავს სიბერეში? ეხლა როგორიც ვარ, просто ნაკლებად ენერგიული სავარაუდოდ. ისე მშვიდი, ნელი, კიდევ უფრო ნელი, ეგ თუ არის შესაძლებელი და გრძელი წვერებით. უფრო. შენი საყვარელი წიგნი? ოფუსტოვსა. შენი საყვარელი მხატვარი? რემბრანდტი იქნება. იქნებოდი? ვერა, თორე კი. შენი საყვარელი კინო? სამასი სპარტანელი. საყვარელი მსახიობი? ჯონი დეპი. რომელს არჩევდი? ოჯახს თუ ხელოვნებას? ოჯახი, ყოველთვის. ვაგრძელებთ გადაცემას და ესეთი ბანალური შეკითხვით დავიწყებ. როდიდან დაიწყო შემოქმედება შენ ცხოვრებაში, რა ასაკიდან? რაც თავმახსოვს სულ სკოლაშიც, ბაღშიც, თავისუფალი როდესაც იყო თუნდაც გაკვეთილების, როდესაც სულ რაღაცას ხატავდი ხოლმე და სახშიც რომ მივდიოდი ხოლმე, ეგ კედლებზე ბავშვობიდანვე ვიცი რომ სულ ხატავდი და ალბათ ყველაზე პატარა რაც მახსოვს 5-4 წლის ვიყავი, როდესაც ესე გოლებად ხატავდი პერსონაჟებს, რომლებიც ნუ ჩემი ახლობლები იყვნენ ხო. ისე როგორ ფიქრობ, რომ არ იყო ხატვების ოჯახში გაზრდილი იქნებოდი დღეს ხატვარი? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გაიხედო, მოიხედო, ყველგან ნამუშევარი არის, სულ ნამუშევრებზე მიდის საუბარი. აი ეს ახალი ნახატი გავაკეთე, შეხედე როგორია. ეხლა მეც გავაკეთე, მე სტუმრადაც მხატვრები მოდიან, შენ მხატვრებთან მიდიხარ სტუმრად. ჩემი აზრით, ნუ 99% მაინც გავლენა მაგანი იქონია. და შენთვის იყო ალბათ ხო ესეთი განსხვავებული სამყარო ეს ნახატები, აი როდიდან უფრო შეძელი ამ ყველაფერს აღქმა, რომ ეს ხელოვნება, ეს შემოქმედება, ორი მშობელი მხატვარი, აი როდიდან გაანალიზე უფრო? მაგას მე მგონი სულ ხვდებოდი რაღაცა დონეზე. მაგრამ უფრო პირველ კურსზე რომ ვიყავი, მაშინ უკვე დავიწყე ნელ-ნელა გაანალიზება ამ ყველაფრის ძალა. თვითონ ამ ნამუშევრის იდეა რაც არის რა. ის რამდენად მარტივია ან რთული ესეთ მხატვრების ოჯახში ცხოვრება, თუ გაქვთ ეს მხატვრული კამათები და დისკუსიები საერთოდ? ჩვენთან ზედმეტად მარტივი არის, იმიტომ რომ რა ხრივ? არ ვიცი, აი სულ მიდის დისკუსია მიდის, ანუ ყველანაირ ეს ნამუშევარზე რაც არ უნდა შექმნა. გულიც ვერც ითმენს, რომ უბრალოდ აი თქვათ 1-2 დღე რომ დაიცადო და შენ თვითონ რო არ შეხედო და მე სხვა თვალით რო შეხედო ნამუშევარს და გააგრძელო. უბრალოდ მე ნახევარი საათი მაქსიმუმი რომ მოითმინო და მე დაუძახო და კითხო რომ აი ხა რას ფიქრობთ ამ ნამუშევარზე და მე მიდის ხოლმე ეს საუბარი. მოწონთ არ მოწონთ რა აკლია რა არ აკლია დასრულებული არ არის დასრულებული. ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი. მაყურებელს მინდა მივმართო, ვინც არ იცის, ლუკა არის გია გოგუშვილის და ქეთი მატაბელის შვილი. და მაინტერესებს რომელიმე ზეგავლენის ქვეშ ხარ მოქცეულ ხარ უფრო აი ხატვის მიმართულებით? არა, არ ყოფილა ეგეთი მომენტი, იმიტომ რომ როგორც ბავშვობაში ესე მიმიშვეს და მიმიშვეს, ზუსტად ანალოგიურად ხატრობაშიც მასე იყო. უბრალოდ ნუ შენიშვნები და კორექტირებები ყოველთვის იყო, როგორც ჩვეულებრივად ლექტორი, როგორც გიხსნის და გასწავლის ანალოგიურად იყო სახშიც თუნდაც. როგორი მხატვარი ხარ? განწყობის მხატვარი გეთქმის? კი. უფრო ემოციური. აი
უნდა ვიყო ხატვის ტალღაზე, ასე ვთქვათ. და როცა დავიწყებ, მე შეიძლება არა ვეღარ ვჩერდები. შენი ხასიათები თუ აისახება შენს ნამუშევრებში ფერების მიხედვით? კი, აისახება და მეგობრებსაც შეუმჩნევია ხშირად და მაგაზე სულ უსმენ ხოლმე ხაზს. როგორია მაშინ შენი შემოქმედება? აი თქვათ, როცა შვიდად ვარ, უფრო ნაკლებ ფერს ვიყენებ ხოლმე. ზოგადად ფერებს არ აქვს მნიშვნელობა, რა და რა ფერში ვიყენებ, იმიტომ რომ ყველა ხასიათზე ანუ რაოდენობაში გამოიხატება. რაოდენობაში გამოიხატება და თვითონ გამდენად ქაოტური არის ნამუშევარი, მაგაში უფრო გამოიხატება კიდე. რამე კონკრეტულს თუ ამბობ შენი ნამუშევრებით? არა, აბსოლუტურად არაფერს. თავისუფლებას თუ ამბობ ერთი მხოლოდ იქნება. და როდესაც ხატვას იწყებ, თუ იცი წინასწარ რა უნდა დახატო? ყოველთვის მაქვს ხოლმე რაღაცა იდეა, მაგრამ დაწყებიდან 10 წუთში უკვე სხვა რამეს ვხატავ ხოლმე. რამდენად ხარ ორიენტირებული ნამუშევრების გაყიდვაზე? ნაკლებად, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს გაყიდვა ნამუშევრს, შინაგანად არ მციამოვნებს და მით უმეტეს სახშიც მე რო ვაჩვენებ ხოლმე, სულ პაზუხი ერთ და იგივე რომ ეს უნდა შევინახოთ. და მეც რაღაცნაირად ჩემს შულს, ასე ვთქვათ, ესე ცოტა მეუხეშება ამის გაყიდვა, ან ჩუქება ძალიან მიჭირს ხოლმე ნამუშევრის. ძირითადად ინსპირაციას რა გაძლევს? თუ არ დავიწყე, შეიძლება არც ვიფიქრო არაფერზე, უნდა ავიღო ხელში მასტეხინი ან ფუნჯი, რამოდენიმე ხაზი გაუსვა და მე ესე ავტომატურად უკვე ირთვება და თან დაყოლილი უნდა მქონდეს მუსიკა, აუცილებლად Led Zeppelin ან Deep Purple ან Elvis Presley ან რაღაცა ეგეთი, თორე სხვანაირად ვერ მუშაობ, ანუ შეუძლებელი არის. ანუ მუსიკა ერთ-ერთი აუცილებელი არის რომ იმუშაო. დაზგურ ფერწერაში მუშაობ ძირითადად და აი მონუმენტური ფერწერა თუ გიცდია და რამდენად საინტერესო არის შენთვის? ცოტა ხნით ვცადე. დიდად რაც არ მეკომფორტულა და მაგის გამო მალევე ასე ვთქვათ თავი დავანებ. რამდენად ხშირად ემზადები ხოლმე გამოფენებისთვის და რამდენად გიყვარს ზოგადად გამოფენები? მზადებაში სულ ვარ, ასე ვთქვათ, ან ყოველი ნამუშევარი გამოფენისთვის კეთდება. ყოველთვის მიყვარს კი, როდესაც გამოფენის დღე რომ მოდის და ეს ყველა შეკრება, როდესაც არის ჩემი მეგობრების, უცხო ხალხის და დადიან და რვა თვალიერებენ, რაღაც ყოველთვის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ესეთი მომენტია, როდესაც მე სიტყვერად არ მჭირდება არაფრის ახსნა და არაფრის გადმოცემა, თუ როგორ გზნობ და რა გზნობ და როგორ ვიყავი, თქვა სხვადასხვა ეტაპებზე ცხოვრებაში. ეს ხალხი უკვე ამას პირდაპირ ესე მარტივად აღიქვამენ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში რაც მომისმენია, ვისაც რა უთქვამს და გვისაუბრია, ყოველთვის ეს მარტივად ასახკმელი არის ხოლმე მათთვის. ექსპერიმენტები რამდენად გიყვარს და რამდენად ხშირად ატარებ ექსპერიმენტებს? ექსპერიმენტებს ძალიან გაუვიბი ვარ, ზოგადად არა მარტო ხატრობაში, არამედ მე მგონი ყველაფერში გაუვიბი ვარ ხოლმე, უფრო რაც კომფორტის ზონაში მიყვარს ყოფნა, რაღაცა ერთი გზა რაც მაგარჩეული გზას მივყვები ხოლმე. შემოქმედებითი კრიზისები თუ ქონია ძალიან დიდხნიანი? არა, ჯერჯერობით არა. ისე რომ მქონდეს მაინც სახში ხა მშობლების სულ როდესაც არიან ხოლმე, სულ ახალი ნამუშევრები ტრიალებს ხოლმე და ანუ არ არის ხოლმე ფაქტიურად ისეთი დღე, როდესაც რაღაც ახალს არ გებულობ, ან არ უყურებ. შესაბამისად ეს ყოველთვის არის ჩემთვის ინსპირაცია, რომ კიდევ უფრო ვიმუშაო და არ შევჭერდე და გავაგრძელო. არასდროს არ გიფიქრია, რომ დავშოთ ეს ყველაფერი არ იყოს ეს ხატრობა და ეს ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმის მიღმა როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება? კი, მიფიქრია, მაგრამ ასე როგორ დაგინახია, მაინტერესებს. ხო, ასე მგონია, რომ ცოტა უფრო ესეთი იქნებოდა, უფერო იქნებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ხატრობაში და თვითონ ამ ხალხთან კომუნიკაცია ძალიან საინტერესო არის. მით უმეტეს, როდესაც სულ სხვადასხვა ფერში ხარ, სულ სხვადასხვა გარემოცვაში ხარ, სულ რაღაცნაირად თავისებურ ადამიანებს რო იცნებ და კონტაქტში როდესაც ხარ, თვითონ შენ პიროვნებაზე სხვანაირად მოქმედებს და რაღაცნაირად განვითარებს და უფრო ფერადი ხდება ყველაფერი. და თანაც ყველა სახში სადაც დავდივარ ხოლმე, ყველა ვიღაცას ხატრიშვილი ან ხატართან მიდივარ სახლში, სულ რაღაც ნამუშევრები კიდია და ეს კიდე ცალკე სხვა სამყარო არის ხოლმე და სულ მაბედნიერებს და სახლში როდესაც შევდივარ და სადაც ნამუშევარი არ კიდია, ის უკვე ჩემთვის ძალიან დეპრესიული ადგილი ხდება, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა მუხტი, რაღაცა ფერი ენერგია არ არის იმ სახლში. თუ გახსოვს შენი სუსუპირველი ნამუშევარი? კი, როგორ არა. რა დახატე? ჩემი ძმის ძმაკაცი მახსოვს ყოველ შემთხვევაში, შეიძლება კიდე სხვაებიც იყვნენ. ბახა ქვია, ეს რაღაც გოლი იყო და მაგის სახე ჩავსვი თუ რაღაცა ეგეთი ვარიანტი და მე უკვე ცოტა სერიოზული ნამუშევარი, არ ვიცი, მე მგონი 12-13-ის ვიყავი, შეიძლება უფრო მეტი.
მამაჩემთან სახელოსნოში რაღაცა სამი მუსიკოსი დავხატე. პირველად ფერწერული და დღემდე მიგიდია რა თქმა უნდა ძალიან მომწონს იქ ნამუშევარი. აი როგორ ხვდები სად უნდა გაჩერდე მუშაობის პროცესში? დაახლოებით მე-3-4 დღეს როდესაც დავდებ თქვათ ფუნჯს უკვე თვალი რო აღარსად აღარ გამირბის, მანდ უკვე ხვდები რომ დასრულდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო წერტილი მაინც დედა ჩემი და მამა ჩემისგან არის ხოლმე. ანუ გადადებ ხოლმე ნამუშევარს და რამდენი დღის მერე უყურებ? 1-2 დღე მიდევს ხოლმე, ყოველ დღე უყურებ ხოლმე, გავდივარ, გამოდივარ, ყოველთვის შევხედავ ხოლმე და მე-3-4 დღეს უკვე ან შემოვაბრუნებ ხოლმე, ან უბრალოდ სადმე დავმალავ ხოლმე. და მე ისე გამოვიტან ხოლმე და თუ უკვე გძნობ, ანუ ეს სიამოვნებს უკვე ნამუშევრის ესე ყურება და აღარაფრის დამატება აღარ მინდა და სრული არ მაქვს არაფრის, უკვე ხვდები რომ მანდ არის დასასრული. და ის საბოლოო სიტყვა დედაჩემი და მამაჩემი რო შეხედავენო, წეღარ რო თქვი, ეთანხმები ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ანუ ისე არ ხდება რომ თქვან მაგალითად რომ მეტი აღარაფერი აღარ უნდა და ფიქრობდე რომ მაინც რაღაცა აკლია ნამუშევარს. კი, რა თქმა უნდა. ხშირად არის ეგ. ეგეთ მომენტი რო ყოფილა, მე გამიგძელებიო, თქვათ რაღაცა შეიძლება ერთი თვის მერე ის დაუბრუნებულო იმ ნამუშევარზე და აი ეს რაღაცა რაც მოვიკალი ჩემში ასე ვთქვათ და მე მიჩვენებია, მე უკვე თვითონაც მეთანხმებიან რომ ეს ნამდვილად აკლდა ვთქვათ. ისე აი შენ რო იზიარებ შენი მშობლების ხედვას, ისინი თუ იზიარებენ და თუ არის ეგეთ სიტუაციები რომ მაგალითად შენ უთხრა გიას რომ აი ეხლა აქ მე მგონი მეტი არაფერი აღარ არის საჭირო ნამუშევარში. კი, რა თქმა უნდა. რამდენად იზიარებენ? კი, სულ ყოველთვის არის, ანუ ყველა ახალ ნამუშევარზე არის ხოლმე, ესე თავდგებით ხოლმე. ჩემი იქნება და ჩემის თუ მამა ჩემის არ აქვს მნიშვნელობა. და სულ ლაპარაკობთ ხოლმე აკლია თუ არა, რამე ნამუშევარს ან აქ უნდა დასრულდეს თუ არა და ყოველთვის ვიზიარებთ ხოლმე და ფაქტობრივად მასეც ხდება ხოლმე. თუნდაც გამოფენებზეც რო ერთად მუშაობთ ხოლმე და ნამუშევრებს ერთად რო კიდევთ ხოლმე, მანდაც ჩვენ სამივე აქვს ყოველთვის მნიშვნელობა და სულ სხვადასხვანაირად ვაწყობთ ხოლმე და ბოლოს ყველა ერთ აზრზე რომ მივდივართ ხოლმე, მანდ უკვე სრულდება ხოლმე. შენ არ ხარ დაოჯახებული და როგორ ფიქრობ, შენი მომავალი მეუღლე ხატვარი უნდა იყოს? არა. თუ წარმოგიდგენია რომ სხვა პროფესიის ადამიანიც იყოს? აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, ხომ მხატვარი რო იყოს, იმიტომ რომ ცოტა დამღლელიც არის ხომ მხატვრობა. სულ მხატვრობაში ხარ, რა გახდა დამღლელი? არა, ნუ ეს ჩემი აზრით თუ მხატვარი რამდენად შეძლებ რომ არ მხატვარ მეუღლეს შეეგუო? შეგუება პირიქით, ანუ უპრობლემო იქნება. ჩემი აზრით პირიქით იმას მოუწევს უფრო შეგუება. მხატვრის ოჯახში შემოსვლა, ვიდრე მე მომიწიოს მასთან შეგუება. ხო, რამდენად ფიქრობ ის რამდენად მარტივი იქნება ისეთ ადამიანთან თანაცხოვრება, რომელიც შეიძლება მხატვარი არ იყოს, ანუ შენი ცხოვრებიდან გამომდინარე სულ მხატვრებში რომ ხარ? უფრო გასართობი იქნება და საინტერესო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირად აღიქოვს ის უკვე შენ ნამუშევარს და სხვანაირად ხედავს შენ სამყაროს. შესაბამისად კიდე რაღაცნაირად, ანუ ისიც გეხმარება თითქოს შენ თავშივე კიდე რაღაც ახალის პოვნას და განვითარებას. გადაცემა დასასრულს უახლოვდება და მკითხავ სამომავლო გეგმებზე, რამე თუ გაქვს ისეთ საინტერესო ეს ექსკლუზიურად გამიზიარო. სამომავლო გეგმები ზოგადად მიყვარს მომავალში რაღაცების დაგეგმვა. მაგრამ ესე რაც პროფესიას რაც შეეხება, უბრალოდ არ მინდა ხოლმე რაღაცა ეს სამომავლოდ წინასწარ რაღაცა მქონდეს დაგეგმილი, უფრო მერჩვენა იმ მომენტში რაც მოხდება. ან თქვათ ვინმე რამეს თუ შემომთავაზებს, მასე უფრო სპონტანურად მოხდეს, ვიდრე ესე რაღაცა ამოდენმე თვით ადრე ან წლით ადრე დავგეგმო და აი მაგაზე ვიფიქრო, იმიტომ რომ ასე თუ ესე მე მგონი გზღუდავს. და სხვა რამეზე ვეღარ ფიქრობ, ან სხვა რაღაცას ვერ ქმნი იმდენად თავისუფლად, როგორც გინდა, იმიტომ რომ რაღაც ტვინში არის სადაც უკან შეიძლება იყოს ესე ჩუმად და ეს გეუბნება რომ ეხლა მალე ეს იქნება და ამისთვის და მოემზადო და გააკეთო და ამიტომ რაღაც მომავლისკენ ეს პროფესიულად არ უყურებ ხოლმე. უფრო იმ მომენტს ველოდები, იმ მომენტში რა მოხდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უმესტუმრე და საინტერესოდ ვისაუბრეთ. დიდი მადლობა ვერიქით თქვენ. წარმატებებს გისურვებ. მადლობა ასევე. თქვენ უყურებთ არტემს, დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო მხატვარი ლუკა გუგუშვილი. მე ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.